მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს ვხვდებით აგროფორსის აგროსკოლის ფარგლებში და დღევანდელი ჩვენი თემა, რომელსაც განვიხილავთ ვიდეოში, იქნება ვაზის მწვანე ოპერაციები, მათი ჩატარების წესები და ვადები. ამ ეტაპზე ვიმყოფებით 39 ქვევრის ვენახში, რომელიც გამოირჩევა თავისი ჯიშური მრავალფეროვნებით და აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ კომპანიას ძალიან განსაკუთრებული ტრადიციული მიდგომა გააჩნია მეღვინეობის მიმართ. როდესაც ჩვენ ვატარებთ მწვანე ოპერაციებს, პირველ რიგში აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ რა პერიოდში ჩატარდება მწვანე ოპერაციები. როდესაც ყლორტი უკვე განვითარების ისეთ ფაზაში იმყოფება, როცა ის საკმაოდ ძლიერ ვეგეტაციაში არის შესული, უნდა გვახსოვდეს, რომ მწვანე ოპერაციები აუცილებლად უნდა ჩატარდეს დროულად. აქ აღსანიშნავია ის, რომ არ უნდა იყოს გამერქნებული ყლორტის ქვედა ნაწილი, რაც კიდევ უფრო ართულებს ოპერაციის ჩატარებას. აქვე აღსანიშნავია, რამდენად ყვავილობაში არის შესული თუ არა მცენარე. ჩვენ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ჯერ ყვავილობა არ არის დაწყებული, ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია შედარებით უფრო მაღალზე იმყოფება და გარდა ამისა, ვიცით რომ გაზაფხულის სიცივეები აქ უფრო მეტად შეიგრძნობოდა. როდესაც ჩვენ მწვანე ოპერაციებს, ანუ ყლორტების შეცვლას გავაკეთებთ ყვავილობის პერიოდამდე, ეს დაეხმარება ჩვენს ვაზს, რომ მთელი ენერგია მოაბილიზოს მტევანში, შესაბამისად უფრო მეტად მივიღებთ ძლიერ კუმს მტევანს შედარებით უკეთესი განვითარებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რაც უფრო გვიან ჩატარდება მწვანე ოპერაცია, მით უფრო მეტად გართულდება ვენახის მწვანე მასის მართვა და აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ აგროტექნიკური ღონისძიებების კუთხით ზედმეტად მოზარდი მწვანე მასა ართულებს შეწამლის ოპერაციას. გარდა იმისა, რომ აუცილებლად მწვანე ოპერაციები უნდა დავიცვათ და ჩავატარო წესების დაცვით, აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ აუცილებელია ვაზის მომზადება მწვანე ოპერაციებით ისე, რომ ის სხვისთვისაც შევამზადოთ. ჩვენ კარგად ვიცით ლიტერატურიდან, რომ ფაქტობრივად მწვანე ოპერაციებს მეორენაირად ეძახიან მწვანე სხვასაც, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი არის როგორც სხვლის გაგრძელება, ასევე ზაფხულშივე სხვისთვის მოსამზადებელი ეტაპი. აქ გულისხმობთ იმას, რომ მაგალითად თუ რომელიმე მომენტში ვაზის განვითარების დროს არ იყო ნეკი დატოვებული საზამთრო სხვლის დროს, აი ამ გაზაფხულზე და ზაფხულის პერიოდში ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფრის გამოსწორება და სწორად განვითარებულ შტამპზე ერთი ისეთი ყლორტის შერჩევა, რომელიც მომავალში ჩვენთვის ნეკის ფუნქციას შეასრულებს. თავდაპირველად უნდა გადავწყვიტოთ ის, თუ როგორ შევარჩიოთ ნეკი. მოგეხსენებათ, რომ ამისთვის ძალიან მარტივად შეგვიძლია უბრალოდ ხელის მარტივი მოძრაობით პირველივე შემხვედრი ყლორტი, რომელიც მავთულიდან ალბათ ერთი მტკავენის სიმაღლეზე იმყოფება, შევარჩიოთ. ამ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევარჩევთ აი ამ კონკრეტულ ყლორტს, მოგვიწევს, რომ ორი ყლორტიდან დავტოვოთ რომელიმე ერთი, რომელიც ზამთარში ნეკის ფუნქციას შეასრულებს. ვინაიდან ეს ყლორტი საკმაოდ შედარებით უკეთესი განვითარებით გამოირჩევა და საკმაოდ კარგი მდგომარეობა აქვს, აღნიშნულ ყლორტს შევინარჩუნებ, ხოლო მეორე ყლორტს მოვაშორებ. როგორც უკვე გითხარით, ვინაიდან აქ მწვანე ოპერაციები დროულად ტარდება, ჯერჯერობით გამერქნება არ არის დაწყებული, ამიტომ ნაზად შეგვიძლია აი ამ ყლორტის მოშორება ისე, რომ მცენარეს არ მივაყენოთ ჭრილობა. გახსოვდეთ, რომ როდესაც უკვე გამერქნება არის დაწყებული, უმჯობესია სეკატორის გამოყენება, ვიდრე ყლორტის ჩამოგლეჯვა, რადგან ის იწვევს დამატებითი ჭრილობის გაშენას და რა თქმა უნდა დაავადებების მეტად ინვაზიას. შესაბამისად, ამ ეტაპზე უკვე გვაქვს მიღებული პატარა ყლორტი, რომელიც დაგვეხმარება დროთა განმავლობაში, რომ ვაზის სიმაღლეში დავადაბლოთ თუ როგორც ამბობენ, ვაზის სიმაღლეში გაიქცევა და გარდა ამისა, ამ ყლორტს ექნება ნეკის ფუნქცია, რაც დროთა განმავლობაში დაგვეხმარება, რომ ვაზის არქიტექტურა სიგანეში გავიყვანოთ და არა სიმაღლეში. აქვე მეგობრებო, უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ვაზზე უკვე ძირითადი პირველი ოპერაცია, რაც გულისხმობდა მრავალწლოვანი შტამპი და ნამონაყრის შეცვლას, უკვე გაკეთებულია, მაგრამ ვინაიდან ვეგეტაცია საკმაოდ ინტენსიურია, ვხედავთ, რომ ერთ-ერთი ყლორტი კიდევ არის ამოსული. როგორც გითხარით, ზოგიერთ შემთხვევაში გამერქნება არის დაწყებული, ამიტომ იმის მაგივრად, რომ დავაზიანო ყლორტი, უბრალოდ ვეცდები, რომ აი აქ ნაზად მოვჭრა, რათა ზედმეტად მერქანი არ გავაფუჭო და ჭრილობა არ მივაყენო ჩვენ მცენარეს. როგორც ხედავთ, ამ ეტაპზე გვაქვს სუფთა შტამპი და გვაქვს ასევე საზამთროდ მიღებული ყლორტი, რომელიც შემდგომში უკვე როგორც ნეკის ფუნქციას ისე შეასრულებს. აი აქ მაგალითად ხედავთ, რომ კიდევ ერთი ყლორტი იმყოფება, რომელიც შეიძლებოდა რომ რაიმედ გამოგვეყენებინა, მაგრამ ხედავთ, რომ მისი მდებარეობა არც მარცხნივარი, არც მარჯვნივარი, ანუ ფაქტობრივად ვაზის სიგანეში გაგრძელების უფლებას არ გვაძლევს, ამიტომ შეგვიძლია რომ ეს ყლორტი შევაცალოთ. თუ ეს ხელით მოშორებას ემორჩილება და ემორჩილება, შეგვიძლია რომ ნაზად
შევაცალოთ. ეხლა რაც შეეხება უკვე ზედა ნაწილის ფორმირებას. კარგად ხედავთ, რომ აი ამ ნაწილში არის მოგროვებული რაღაცა გარკვეული მწვანე მასა, საიდანაც ზოგიერთი ყლორტი განვითარებულია, ზოგიერთი ყლორტი ვერ არის განვითარებული. როგორც ხედავთ, აი ნახეთ, ძირითადი ამ მოჭრილიდან, აი სადაც უმეტესად არის ჭრილობები მიყენებული, პატარა მტევანი არის, პატარა ყლორტით განვითარებული, უფრო სწორად პირიქით, მაგრამ ვინაიდან მას არ აქვს ოპტიმალური მდებარეობა, შეგვიძლია რომ მიუხედავად იმისა, რომ მტევანი ასხია და ცოტათი შეიძლება გვენანებოდეს, მიუხედავად ამისა, უმჯობესია რომ ის გავაუქმოთ და მოვაშოროთ, რათა აი ამ კონკრეტულ კერაში აერაცია გავაუმჯობესოთ. როგორც აი აქ ხედავთ, ამ შემთხვევაში დატოვებული არის ნეკი, გასული გასხვლიდან, ვინაიდან მსხლელს არ ქონდა სხვა ვარიანტი, გადაწყვიტა რომ ეს კონკრეტული ყლორტი დაეტოვებინა ნეკად, შეიძლება იფიქრა რომ ეს კონკრეტული პატარა ყლორტი ნეკის ფუნქციას შეასრულებდა, ზევითა რქა არ ვიცი როგორ ქონდა დაგეგმილი, მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემა არის ის, რომ შედარებით უფრო მაღალზე არის ნეკი დატოვებული, ამიტომ შეგვიძლია რომ ამ ნაწილზე აღარ ვიდარდოთ, რადგან აგერ ჩვენ შევქმნით ნეკი, რომელიც უფრო მეტად ოპტიმალურ სიმაღლეზე იმყოფება მცენარის გასაგრძელებლად, ვიდრე კონკრეტულად ეს მაღალი ნეკია. ამ ეტაპზე რაც შეიძლება გავაკეთოთ, ვინაიდან ეს არის ცალმხრივი გუიო, ანუ მხოლოდ და მხოლოდ ერთ მხარეზე უნდა დაიტვირთოს ვაზი, შეგვიძლია რომ ამ მხარეზე საერთოდ აღარ დავტოვოთ ყლორტი, ან ვაზის განვითარებიდან გამომდინარე ფოტოსინთეზისთვის რაღაცა მასა მაინც დავტოვოთ. ამ ეტაპზე ამ ყლორტსაც შევაცვლი, რომელიც არაფერში არ გვჭირდება. დროებით დავტოვებ აი ამ კონკრეტულ ყლორტს, რომელიც ძველ ნეკზე არის დაერთებული და ამასე მერე მივიღოთ გადაწყვეტილება და აი ეხლა უკვე ვიმშველოთ აქეთ ამ მხარეს რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა გაკეთდეს. როგორც ხედავთ, ყველაზე ახლოს მდგომი ყლორტი, რომელიც შემდეგ წელს რქის ფუნქციას შეასრულებს, აი აგერ შემდეგ წელს წარმოვიდგინოთ შემდეგი წლის ცვლა, აი ეს ნაწილი გაუქმდება აქ წესების დაცვით, როგორც უკვე ვისწავლეთ ჩვენ წინა ეპიზოდში, ხოლო ყველაზე ახლოს მდგომი ყლორტი გადაწყვება და ჩამოყალიბდება როგორც მომავალი წლის რქა. შესაბამისად, ამ ყლორტს ხელს არ ვკიდებ და ვიტოვებთ და აი ამის შემდგომ დანარჩენ ყველაფერს ვასუფთავებთ, რაც მიგვაჩნია, რომ არის ზედმეტი. უნდა გვახსოვდეს, რომ თუ მაგალითად ცხვლის დროს შედარებით მეტი კვირტი დავტოვეთ, სწორედ ახლა არის შანსი იმისა, რომ ზედმეტი კვირტებიდან ამოსული ყლორტები მოვაშოროთ, რათა ოპტიმალურად დავაბალანსოთ ვაზის მოსავალი. აი მაგალითად, ამ შემთხვევაში ვხედავთ რომ ეს ერთი ყლორტი კარგად არის განვითარებული, რა თქმა უნდა ვიტოვებთ. აქ ხედავთ, რომ არის გაცდენილი მდგომარეობა, ნახეთ, საერთოდ არაფერმა არ გაიღვიძა, ვერ გამოიყურება ეს კვირტი კარგად, შეიძლება იყოს აქ ვთქვათ, კვირტის ჭირის პრობლემა, მაგრამ ხვრელს ვერ ვხედავ, ამიტომ შეიძლება უბრალოდ სხვა დაზიანების ამბავი იყოს. აი, აქეთკენ მოვდივართ და აქაც არის ყლორტი მშვენივრად განვითარებული, აქაც არის ყლორტი, აქეთ ამ მხარეს კიდევ არის 4 ყლორტი. რადგან უმეტესწილად უმჯობესი არის ხოლმე, რომ ერთი მხრიდან დარჩეს ყლორტები, ხოლო ქვედა მხრიდან მაგალითად შევაცალოთ, ეს იქნებოდა იდეალური შემთხვევა, მაგრამ რადგან ყლორტები არათანაბრად არის განვითარებული, ამიტომ მოგვიწევს, რომ ცოტა სხვანაირად მივიღოთ გადაწყვეტილება. მაგალითისთვის, რადგან ვხედავ, რომ ეს ყლორტი სულაც არ არის კარგად განვითარებული, აი ამ ყლორტს გავაუქმებ აქ. რეალურად ეს რატომ გავაკეთე? აი ამ ყლორტისთვის მეტი აერაციის სივრცე დამრჩება, რაც დაეხმარება კონკრეტულ ვაზს, რომ ჯერ ერთი ეს დანარჩენი მტევნები უფრო მეტად გაზარდოს ზომაში და ამის გარდა დამეხმარება იმაში, რომ ვაზი კი არ ჩაიბუროს, განსაკუთრებით ისეთ ჯიში, რომელიც ხიხვია და მოწყვლადია სოკოვანი დაავადებების მიმართ, ასე ჯიშს მე მივცემ სივრცეს, საიდანაც მზის სხივებისა და აერაციის დახმარებით ტენი ამოშრება და იგი ნაკლებად დაზიანდება ისეთი სოკოვანი დაავადებებისაგან, როგორც არის ჭრაკი და ნაცარი. შესაბამისად, ამ პატარა ყლორტის გაუქმებით ვიზრუნე აი ამ კონკრეტული ყლორტის უკეთეს განვითარებაზე. ეხლა როგორც გითხარით, იდეალური იქნებოდა, რომ ყველა ყლორტი აქედან დაგვეტოვებინა, მაგრამ ამის საშუალება არ გვაქვს, ამიტომ შევხედოთ მეორე ყლორტს. მეორე ყლორტი მშვენივრად გამოიყურება, საკმაოდ კარგად არის გაზრდილი და აი ამ მეორე ყლორტის შემთხვევაში, რასაც ვფიქრობ, რომ გავაკეთებ, არის ის, რომ ვინაიდან აღნიშნული მეღვინეობა ცდილობს, რომ იყოს რაღაცა ტრადიციული ქვევრის ღვინის მწარმოებელი, ხშირ შემთხვევაში მათთვის ოპტიმალური არის ხოლმე კარგად აგროვებული შაქარი და შედარებით უფრო ფენოლების მომწიფებული რაოდენობა. სწორედ ამიტომ შეგვიძლია, რომ ბაზალური ფოთლები 2-3 ცალი მოვაშოროთ და აი ასე მთელი ენერგია გადავიტანოთ ზედა ნაწილებში. აქვე მეგობრებო, უნდა გახსოვდეთ, რომ ფოთლის ზომას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა აღნიშნული ოპერაციის შესრულებაში, როდესაც საქმე ეხება აი მაგალითად ძალიან პაწაწინა ფოთლებს, აი ამ პატარა ფოთლებს არ გააჩნიათ ფოტოსინთეზის, ანუ საკვების მომზადების უნარი და შესაბამისად ყლორტს ენერგიას ართმევენ. აი ასეთი საშუალო ფოთლები არიან უკვე ისეთი ფოთლები, რომლებსაც აქვს ფოტოსინთეზის უნარი, ანუ ფაქტობრივად საკვების მწარმოებლები ყლორტისთვისაც და მტევნისთვისაც
აღნიშნული ზომის ფოთლები არიან. რაც უფრო იზრდება და ასაკში და მუქ ფერში შედის ფოთოლი, ასევე მისი ფოტოსინთეზის უნარი მცირდება, ამიტომ შედარებით მოზრდილი ან ძალიან პაწაწინა ფოთლები თავისუფლად შეგიძლიათ რომ შეაცალოთ ვაზი. როგორც ხედავთ, ეს ვაზი ესე დავტოვეთ. აქ კიდე ერთი კარგი რასაც ხედავთ არის ის, რომ ნახეთ, ფოთოლთან ახლოს და ყლორტ შორის არის პატარა ორგანო ამოსული, რომელსაც ჩვენ ნამხარს ვუწოდებთ. ნამხარის შეცვლა სავალდებულო არის იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვინდა რომ მწვანე მასა ვაკონტროლოთ და აქვე უნდა გახსოვდეთ, რომ სანამ ყლორტი გამერქნებას დაიწყებს, ანუ გაყავისფრებას, იგივე ლიგნიფიცირებას, იქამდე უნდა მოხდეს ნამხარის შეცვლა. თუ ნამხარი გაიზარდა და მიახტე რაღაც ამ სიმაღლეს, უკვე ნამხარს აღარ ვაცლით, იმიტომ რომ შეიძლება ზედმეტად დავაზიანოთ ყლორტი და რასაც ვაკეთებთ არის მისთვის თავის წაწყვეტა, რათა შევამციროთ აპიკალური, ანუ კენწრული ზრდა. ამ შემთხვევაში, რადგან ნამხარი არც თუ ისე ძალიან დიდი არ არის, ნაზად აი ამ ნამხარს შევაცლი, რითიც მე შევეცდები, რომ მცენარის ენერგია უფრო მეტად, როგორც გითხარით, მტევნებზე გადავანაწილოთ. ნახეთ, როგორც ხედავთ, ამ მტევანს უკვე აქვს ყვავილობა დაწყებული, ამიტომ უმჯობესი არის ხოლმე, რომ მწვანე ოპერაციები ან ყვავილობამდე ჩატარდეს, ან ყვავილობის შემდგომ, რათა ზედმეტად არ შევაწუხოთ ვაზი ყვავილობის პროცესში. აქვე გადავდივართ უკვე შემდეგ ყლორტზე. როგორც ხედავთ, შემდეგ ყლორტს, აი ასე გამოიყურება, მასაც აქვს პატარა მტევანი. აქ ერთი ის არის, რომ როდესაც ჩვენ დავამაგრებთ ამ ორ ყლორტ სიმაღლეზე, აი ნახეთ, აი ესე როცა დამაგრდება, უკვე მათ შორის გარკვეული სივრცე შეიქმნება, რაც აერაციის საშუალებას მოგვცემს. გადავიდეთ რქის ბოლო ნაწილში. აქ კარგად ხედავთ, რომ ზედმეტად ახლოს არიან ყლორტები განლაგებული ერთმანეთთან, ამიტომ აი ამ ორ გადახლორთულ ყლორტს, რომელიც ერთმანეთში ახლოს არის, აქედან შედარებით უფრო სუსტ და პატარას გავაუქმებ, რათა აერაციისა და ენერგიის დაგროვების საშუალება დავუტოვოთ ჩვენ ვაზს. რაც შეეხება ბოლო ყლორტს, ბოლო ყლორტის შემთხვევაში, როგორც ხედავ, პაწაწინა მტევანი აქაც ასხია, ასევე ხედავ, რომ გვერდითა მდგომ ვაზთან არ არის გადაფარო, ამიტომ აერაციისთვის სივრცე აქვს, ამიტომ როგორც გითხარით, უბრალოდ ქვედა ორ ფოთოლს შევაცლი უკეთესი აერაციისთვის, რადგან როგორც გითხარით, ხილხი მოწყობილადია სოკოვანი დაავადებების მიმართ და ფაქტობრივად მივიღებ აი ასე მდგომარეობა, სადაც მარჯვენა მხარეს 7 ყლორტის ნაცვლად დავტოვეთ 4, მაგრამ შედარებით ძლიერი და განვითარებული ყლორტი. ეხლა რაც შეეხება მარცხენა მხარის მდგომარეობას, აქ რა არის საფიქრალი. თუ რაღაც მომენტში ჩვენი მეგობრები აპირებენ იმას, რომ ორმხრივი გუი გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, ამ ყლორტს საზამთროდ დავიტოვებდი ქეთ გასაცვლავად, მაგრამ ვინაიდან მითითება გვაქვს, რომ ფაქტობრივად მათ არ ჭირდებათ მწვანე მასა აი აქეთ ამ მხარეს და აგერ ყლორტი არის, რომელიც ამ სივრცეს შეგვივსებს, ამიტომ ამ ნაწილს მოვაშორებ. რადგან მეშინია რომ არ დავაზიანო მცენარე, ამიტომ სეკატორს გამოვიყენებ, ან სპეციალურ მაკრატელს თუ გაქვთ, რომელიც ამ ნაწილს შეაცილებს. ეხლა რა ხდება? როდესაც ზამთარში მოვალთ, დაგვხდება ვაზი, რომელსაც ერთი გადაჭრა დაჭირდება აქ, რომ ნეკი მივიღოთ, ერთი ეს ზედმეტი რქის მოშორება დაჭირდება აქ, რომ ჭრილობა შევამციროთ და ვაზი ლამაზ ფორმამდე მივიყვანოთ, ხოლო ეს ყლორტი, რომელიც აქ დავტოვეთ, აი აქ ზედმეტი ნაწილი მოშორდება და ეს ყლორტი იქნება ჩვენი მომავალი წლის რქა. საბოლოო ჯამში მივიღეთ ცალმხრივ გუიოს ერთი ნეკით და ერთი რქით. ეს იქნება ძირითადი ოპერაციები, რაც მწვანე სხვლის დროს უნდა გავითვალისწინოთ. საბოლოო ჯამში, როდესაც მოვჩევით მწვანე ოპერაციებს, აუცილებელი არის ყლორტების დამაგრება. ამ შემთხვევაში გვაქვს საშუალება, რომ გამოვიყენოთ ორმაგი მავთული, რომელიც ძალიან მარტივად გვეხმარება იმაში, რომ ყლორტები სივრცეში დამაგრდნენ და ქარმა არ დააზიანოს. საბოლოო ჯამში, ეხლა რომ შევჯერდეთ იმ რამდენიმე წესზე, რომელიც მწვანე ოპერაციებთან მიმართებაში უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის პირველ რიგში ვაზის მომზადება სხვისთვის, მაგრამ ამავდროულად სხვლის შეცდომების გამოსწორება. თუ არ გქონდა ნეკი, ჩვენ შეგვიძლია რომ გაზაფხულზე ყველაზე ქვედა ერთი მკაველი სიმაღლეზე მყოფი ყლორტი დავიტოვოთ და დავნეკოთ. ამ შემთხვევაში აი ეს კონკრეტული ყლორტი არის. როდესაც გვაქვს ზედმეტად ჩახშირული მწვანე მასა, ავირჩიოთ ერთი მხარე, საითაც ყლორტს დავტოვებთ, მაგრამ მეორე მხარე, საიდანაც ყლორტებს გავათავისუფლებთ. თუ ამის საშუალება გვაქვს, თუ არა და შერჩევითად რომ გამოვათავისუფლოთ. ასევე თუ გახსოვთ, აი აქ იყო მეორე ყლორტი. ზოგიერთ შემთხვევაში გვაქვს ხოლმე ერთი კვირტიდან განვითარებული ტყუპი ყლორტები, საიდანაც ერთი მოშორდება, ხოლო მეორე დარჩება. ეს არის ალბათ ძირითადი რაც უნდა ითქვას და გარდა ამისა უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ყლორტი შეიძლება იყოს მტევნის მატარებელი, ჯობს რომ მოვაშოროთ მაინც, რადგან დავტოვოთ ისეთი კონკრეტული ყლორტები, რომელსაც გაუმჯობესებული აერაციით ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ უკეთესად გაიზარდონ და უკეთესი მოსავალი მოგვცენ. ასევე კიდევ ერთი წესი, რაც მწვანე ოპერაციების დროს უნდა გვახსოვდეს, არის მათი დროულად შესრულება. თუ მწვანე ოპერაციების დროს ყლორტი გამერქნებულია, უმჯობესი არის რომ გამოვიყენოთ სეკატორი, ხოლო თუ გვაქვს ისეთი ფაზა, როდესაც ყლორტი ჯერ კიდევ რბილი და მყიფეა, მაშინ შეგვიძლია რომ ძალიან მარტივად ხელით ვიმუშაოთ. ასევე კიდევ ერთი
მწვანე ოპერაციებს გავლენა აქვს საბოლოო პროდუქტის, ანუ ჩვენ შემთხვევაში მარცვლის ტექნოქიმიურ მახასიათებლებზე, ამიტომ მე ვენახე წინასწარ უნდა იცოდეს რა ტიპის ღვინის მიღება არის სასურველი მეღვინისთვის და ასე გააკეთოს მწვანე ოპერაციები. ზოგიერთ შემთხვევაში ყვავილობამდე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ყვავილობის შემდეგ. აღნიშნული ვიდეოს თემატიკა შერჩეული იყო თქვენს კომენტარებზე დაყრდნობით, ამიტომ აღნიშნული ვიდეოს ქვეშას თუ გაგვიზიარებთ თქვენს მოსაზრებას, რა კუთხით გჭირდებათ მეტი ინფორმაციის მიღება, ეს ჩვენს გულს ძალიან დაეხმარება. აქვე მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და მათ შორის მადლობას უხდი კომპანია Agrofors აღნიშნული ვიდეოს ჩაწერისთვის. მადლობა.